თბილისის წიგნის დღეები ექსპო ჯორჯიაში გეპატიჟებათ წელს განსაკუთრებით ვრცელია საგამოფენო პროგრამა. 17 გამოფენიდან 3 მოიცავს ქართველ ილუსტრატორთა და წიგნის დიზაინერთა გამოფენას. ვრცელია უცხოელი სტუმრების სიაც, უფრო მეტ დეტალებზე უკვე ჩვენს ეთერში საუბრებენ წიგნის ხელოვნების ცენტრის დამფუძნებელი ოთარ ყარალაშვილი, წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორი მედია მეტრეველი და ასევე ილუსტრატორი თათიან ნადარიშვილი. დილამშვიდობის, მადლობა რომ ხართ ჩვენი სტუმრები და მოგილოცავთ თქვენს და რა თქმა უნდა ყველას წიგნის დღეების დასაწყისის მოახლოებას. ნამდვილად ბატონო ოთარ, მეორე ეს დღეები იმართება და წელს საგრძნობლად არის გაზრდილი მასშტაბები. რაში გამოიხატება ეს? გამოიხატება ბევრად უფრო მრავალფეროვან ღონისძიებებში. ძალიან არსებითად გავზარდეთ საბავშვო პროგრამა. ანუ ბავშვებისთვის იქნება ძალიან საინტერესო ღონისძიებები. დოქტორი მოლეკულა ჩამოყავს, რომელიც სულად ფანტასტიკურ შოუს დგავს. ამავე დროს ძალიან მიხარია, რომ არის საქართველოსდან ძალიან ბევრი მონაწილე, ბევრად მეტი ვიდრე შაშან იყო, რომლებიც ასევე მაგალითად ეროვნული მუზეუმი გააკეთებს გათხრების იმიტაციას ბავშვებისთვის, გოეთეს ინსტიტუტი გააკეთებს ნაძისებნას წიგნის და ბევრი, ანუ ძალიან მრავალფეროვანი საბავშვო შემეცნებითიც იქნება ბავშვებისთვის. მეორე ის არის, რომ ასევე არის უფრო დიდი მასშტაბი თვითონ წიგნის ბაზრობის. წელს რამდენიმეჯერ ჩატარდა წიგნის ბაზრობა. და ეს პირველად არის, რომ აი მთელი სპექტრი ქართველი გამომცემლების იქნება წარმოდგენილი თავისი წიგნებით, ყველა გამომცემლობა იქნება ბაზრობაზე. და ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ ეს მოხერხდა. მესამე ის არის, რომ ჩვენ გვექნება ძალიან მასშტაბური გამოფენები საერთაშორისო ილუსტრაციის. ყავს ჩამოყვანილი 6 ვარსკვლავი, აი ვიცით როგორი? სოფლიოს ყველაზე პრესტიჟული კონკურსების, ახლა ვთქვათ, ამერიკის ყველაზე პრესტიჟული კონკურსი არის კოლდეკოტის, მისი ორგზის მფლობელი ქრის მაიერსი ჩამოდის. ჩამოდის ბრაზილიელი როჯერ მელო, რომელმაც შარშან აიღო ბოლონიაში პირველი პრემია. ჩამოდის ვარსკვლავი ილუსტრატორი ტომ სხამპი, რომელიც არაჩვეულებრივ რამეს გააკეთებს. წიგნის ხელოვნების ცენტრის წინ გრძელი კედელი გვაქვს. არის 10 მეტრიან სეგმენტებად. და ერთ-ერთ სეგმენტს ტომ სხამპი მოხატავს ქართველ ილუსტრატორებთან ერთად. კაპაროლი გვიჭერს მხარს ამ ღონისძიებაში. გარდა ამისა, შეხვედრა თუ ექნება უშუალოდ, რომ ვთქვათ, შემეცნებითიც იყოს, თუ ჩაატარებენ რაიმე სახის მასტერკლასებს. რა თქმა უნდა, აქ იქნება საჯარო ლექციების ძალიან ფართო პროგრამა. მართლა აი მსოფლიოს აი ნაღები ჩამოდის ამ სფეროში, მართლა გასაოცარი არის მათი ინტერესი. ბელგიიდან, ბრაზილიიდან, შეერთებული შტატებიდან, ავსტრიიდან, გერმანიიდან, უკრაინიდან ძალიან მაგარი გამოფენა გვექნება. ანუ ეს მასშტაბური წიგნის ზეიმი ჯერ აქ? არა, მარტო აქ, არამედ რეგიონშიც არ ყოფილა. თეთია, გარდა ამისა, წელს პირველად მშვენიერი შანსი იყო ქართველი ილუსტრატორებისთვის ის, რომ პროექტის კონკურსია, ანუ ტექსტი, ილუსტრაციები ერთად პროექტად შეკრული. რამდენად კარგი შანსი იყო ეს ქართველი ილუსტრატორებისთვის და გამარჯვებულები როდის გამოვიდა? მოგესალმებით, ეს მართლა ძალიან დიდი შანსია. პირველად საქართველოში წელს ტარდება სურათებიანი წიგნის, საბავშვო წიგნის პროექტების, ანუ იდეის კონკურსი წიგნის ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით და წიგნის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით და დაფინანსებით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჯერ იმიტომ, რომ თვითონ ყოველ წელს, ანუ შემდეგ წელს აგეგმილია, რომ ეს კონკურსი გახდეს საერთაშორისო. ანუ მონაწილეები იქნებიან არ მხოლოდ საქართველოდან, არამედ სხვა ქვეყნებიდან. ეს ნიშნავს, რომ ყოველ წელს ქართველ ილუსტრატორებს ექნებათ მოტივაცია, რომ ახალი პროექტები მოიფიქრონ, ახალი იდეები მოიფიქრონ. კონკურსის პირობები ძალიან მარტივი იყო, 3 ილუსტრაცია უნდა წარმოედგინათ ილუსტრატორებს, მათ შორის მეც როგორც ილუსტრატორი მონაწილე ვარ, სინოფსისი წიგნის და კადრირება, ანუ იდეის სრული ჩანახატი. განშლებით შემოვიდა 60-მდე განაცხადი, რაც მე მგონი საქართველოსთვის უკვე იმის ვარაუდია, რომ იფიქრო, რომ ეს სფერო მიდის და მიდის წინ. და ესეთი დღეები, ფესტივალები შედეგებს დებს და ამ შედეგებს ალბათ თქვენ თვალნათლივ ხედავთ. როგორი იყო, ვთქვათ, წინა წლის მერე ეს განვითარების პროცესი?
პირველ რიგში დიდი მადლობა გადავხადო თარს, ეს არის ძალიან საიმედო და ძალიან კარგი პარტნიორი ამ მხრივ. წინა წლის პროექტი წიგნის დღეები 2014 იყო წარმატებული და შედეგები ჩვენ უკვე ნახეთ ბოლონიის წიგნის ბაზრობაზე, შედეგები ჩვენ ნახეთ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე. ინტერესი ქართველი ილუსტრატორების მიმართ არის საგრძნობლად გაზრდილი, გაათმაგებული, შესაბამისად ჩვენ გვაქვს ეს პოტენციალი და ვუსურვებ ყველა ქართველ ილუსტრატორს, რომ ძალიან დიდი წარმატებისთვის მიაღწია. ამიტომაც ჩვენ გადავწყვეტეთ, რომ აი ამ არაჩვეულებრივ პროექტს, რომელიც ამდენიმე დღეში უკვე აიღებს სტარტს, დავხმარებოდით და ეს კონკურსის კომპონენტი დაგვიფინანსებინა. რადგანაც ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი და კულტურის სამინისტრო ძალიან კარგად ვაცნობიერებთ იმას, რომ ქართული ლიტერატურის განვითარება დიდწილად არის დამოკიდებული ბავშვებზე, კითხვებზე და ბავშვს თუ არ შეაყვარებ თავიდანვე კითხვას, ის ვერ ჩამოყალიბდება მკითხველად უკვე შემდგომ პერიოდში, შესაბამისად საბავშვო ლიტერატურის ხელშეწყობა, დასურათებული ლიტერატურის ხელშეწყობა, ახალგაზრდა ილუსტრატორების განვითარება ჩვენი მთავარი პრიორიტეტია. ნამდვილად. ბატონო თარ, საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული ქართულ ბავშვებს არ ქონდა იმის ფუფუნება, რომ ქართული ილუსტრაციები ქონოდა. რა ვიცი, ეს მებიგრიმები იქნებოდა თუ კარლსონის თავგადასავალი, არ იყო ქართული. ამის პრეცედენტები უკვე არის, რომ ქართული ბავშვები იზრდებიან ქართულ ილუსტრაციებზე. როგორ რა ხდება ამ სფეროში, ანუ რამდენად შეგრძნობია ეს წინსვლა და განვითარება? რა დონეზე მივიდართ და მსოფლიო ამ სფეროში მსოფლიოს მასშტაბით რამდენად ვამბობთ ჩვენ სიტყვას და რამდენად გვიცნობთ? რა თქმა უნდა, ეხლა ამის თქმა, რომ ქართველები მსოფლიო მასშტაბით სიტყვას ვამბობთ, წელს ადრეა, გაიცად აღარ იქნება ადრე. ერთი წელიწადის ამისთვის საქმე იქნება. არა, შადესე არ არის, მაგრამ მე მგონია, რომ არის ძალიან რადიკალური ნახტომი იმაში, რაც მოხდა ქართულ ილუსტრაციაში, მე ეს მგონია. ძალიან უცნაური არის, იმიტომ რომ ჩვენ წიგნის ხელოვნების ცენტრში ყავს ჯგუფი ილუსტრატორების, რომლებიც უკვე 4 წელია, 5 წელია ძალიან პროფესიონალურად მუშაობენ, არის მთელი პროგრამა მათი განვითარების, ჩამოყავს რეგულარულად არაჩვეულებრივი სპეციალისტები, ვინც რაღაცებს გვასწავლიან, ვორქშოპებს ვიტარებენ, მაგრამ საოცარი არის ის, რომ ჩვენი ჯგუფის გარეთაც თავისთავად თემა საბავშვო ილუსტრაციის სულ უფრო საინტერესო ხდება და ძალიან ბევრი ილუსტრატორი, აი თქვა არა ჩვენი ჯგუფის წევრიც, მოდიან ჩვენთან, იღებენ მონაწილეობას ჩვენ ვორქშოპებში, აი ხა ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ კონკურსის შედეგად გამოვლინდება კიდევ ახალგაზრდები და თავარი ამ კონკურსში არის ის, რომ ისინი, ვინც იქნება მოტივირებული, მათ ექნებათ საშუალება, რომ მსოფლიოს წამყვან რედაქტორებთან, გამომცემლებთან, კრიტიკოსებთან, მხატვრებთან, დიზაინერებთან თანამშრომლობით განავითარონ თავისი პროექტები იდეიდან დასრულებულ პროდუქტამდე და მიიყვანონ ისე სტანდარტამდე, რაც არის საერთაშორისო მასშტაბით აუცილებელი. პრობლემა იმისი, რომ თქვათ, რატომ ქართული ილუსტრაცია საერთაშორისო მასშტაბით იყო ნაკლებად ცნობილი, იყო ის, რომ აი მთელი ეს ჯაჭვი არ იყო აწყობილი და მხოლოდ იდეით გამომცემამდე ვერ მიდიხარ. აი მთელი ეს ჯაჭვი ეხლა აწყობილი არის და ჩვენ გვაქვს საშუალება რომ ეს გავაკეთოთ. 26-დან 29 ნოემბრამდე ეს არის დღეები, როდესაც შეგიძლიათ მეკითხოთ ექსპო ჯორჯიას. ნებისმიერ დროს არის, ანუ რა პერიოდ, რა დროიდან რა დრომდე იწევთ დამთავრებელს, თქვა წიგნის შესაძლებლად. მე არ მგონია რომ 11-ზე ადრე იქნება მოვიდეს, მაგრამ იქნება გვიან საღამომდე ღია. და სულ იქნება დატვირთული ღონისძიებები და სულ იქნება დატვირთული არაჩვეულებრივი ღონისძიებები, კონცერტები გვექნება. ძალიან საინტერესო გამოფენები იქნება, ძალიან საინტერესო ქართული გამოფენა, საერთოდ არ მიხსენებია. ასევე ძალიან კარგი გამოფენა იქნება ქართული ილუსტრაციისას. ისევ ძალიან მრავალფეროვანი პროგრამა გვაქვს და ერთი რაც არ უნდა დამოიწყდეს, აუცილებლად უნდა ვახსენო, ეს არის ჩვენი პარტნიორები. მთელი ეს პროექტი ხორციელდება ლომის წიგნით, რა თქმა უნდა, სხვა პარტნიორებიც ყავს, მაგრამ მთავარი ჩვენი სპონსორი არის გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო. და ეს არის გოეთეს ინსტიტუტის პროექტი, გოეთეს ინსტიტუტი ახორციელებს ამ პროექტს, ჩვენ ვართ კურატორები და ექსპო ჯორჯია სადაც ეს ტარდება. ადგილი, სადაც იქნება შანსი. არა მხოლოდ, არამედ მთელი ლოგისტიკა, ორგანიზება, ამ ძალიან ბევრ რამეს. ამ დღეებით დავიწყეთ. მადლობა იმისთვის, რომ იყავით დღეს ჩვენ გაცემის სტუმრები.